დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ქრისტე იშვა რატო დაეჭდით კაცო ქრისტე იშვა მე მგონი ზუსტად ასეთი განწყობა გვაქვს დღეს მე თითქმის ყველა თქვენთაგანს ჩაგხედეთ თვალებში ზოგს ახსარების დროს ზოგს ზეთისხების დროს და მე თქვენ თვალებში დავინახე დიდი სასოება დიდი სიყვარული და დიდი რწმენა. ოღონდ არა მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ ხვალინდელი დღის. თითქმის ყველა მოძღვარი დღეს იქადაგებს იმას, რაც ჩვენ ვქადაგებდით ყოველთვის, მეც ძალიან მეცნობა ეს სიტყვები, რომ 10,000 ჯერაც რომ დაბადებული იყო ქრისტე იუდეის ბეთლემში, თუ ერთხელ მაინც არ დაიბადება ის ჩვენ ცოდვილ გულში ღვიმეში, სადაც უამრავი გველის წიწილები ბუდობენ, მაშინ არანაირი აზრი არ ქონდა მის ამ ქვეყანაზე მოვლინებას. ეს კარგია, როცა ამას მოუწოდებ მრევლს, მაგრამ აქავე უნდა დავძინოთ, რომ როგორ ვიგრძნოთ, რომ იესო ქრისტე დაიბადა ჩვენს გულში, ან უნდა დაიბადოს. აი ამაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. წელიწადის მთელი საეკლესიო ციკლი ორი განსაკუთრებული ღამით არის გამორჩეული. ერთი მოგეხსენებათ არის ბრწყინვალე აღდგომა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მეორე არის შობა განკაცება ქვეყნიერებაზე მოსვლა მესიის. აი ეს ორი ღამე განსაკუთრებულად დიდი შინაარსის დამტევია, დიდი სასოების მომცემია. ამ დროს ბოროტება არის ძალიან გამწარებული, ძალიან დაბოღმილი, თითქმის უიმედობაშია და ბოროტებაც იმიტომ არის, რომ ბოროტება მოკლეა, მით ოხერია. რამე თუ ბოროტსა ზლია კეთილმან, მას არსება გრძელი მარადიული გააჩნია. ბოროტება იმიტომაც შემოკლდა დღენი და იმიტომაც ჩქარა გადის დღეები, რომ ეჩქარება ბოროტს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოინადიროს თავის კლანჭებში და ჯოჯოხეთის გზას გაუყენოს. ეს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ძვინვარებს ეშმაკი აი ამ ორ ღამეში განსაკუთრებით. როგორც ეგნატე ანტიოქიელი თეოფოროსი ღმერთშემოსილი ბრძანებს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, როდესაც ის ანტიოქიიდან მიაბრძანებენ რომის კოლეზიუმში, რომ ხეცთა კბილებში დაიფქვას, როგორც ხვარბალი ღვთისა და გახდეს წმინდა პური იესო ქრისტესი, მასო ხორციელად ზევიდანო მზე ანათებდა და ეს ქვევიდან ანათებდაო მატერიალურ მზეს თავისი სულიერი სიკაშკაშით. და ასეთ რამეს ამბობს, რომ სამი რამ დაემალა ამ სოფლის თავადს. ამ სოფლის თავადი არ გეგონოთ რომ მეშმაკია. ამ სოფლის თავადი ბატონი იყო ბოროტება, მაგრამ ჯვარცმით და აღდგომით მან ეს თავადობა დაკარგა და დღეს ის ადამიანის ხელმწიფებაშია, როგორც ბრძანებს დიდი შოთა რუსთაველი, რომ მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ყველა ჩვენთაგანი ვართ ხელმწიფების მქონე, ანუ ადამიანი არის მეუფე ამ სამყაროსი, თუმცა მან ეს თავისით დაკარგა ეს ყველაფერი, მაგრამ განკაცებულმა ღმერთმა მას დაუბრუნა ეს თავისი ხელმწიფება. და ეს სამი რამი არის დამალული ეშმაკისგან: ქალწულება მარიამისი, შობა იესო ქრისტესი და ჯვარცმა ქრისტესი. არ იცის მან, რომ მარიამი დაწინდულია იოსებზე, რათა მას აუბნიოს გზაკვალი და ის ჩასაფრებული იყო ყველა ქალწულთან. მან იცის ესაიას წინასწარმეტყველება, რომ აჰა ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწედიან სახელი ემანუელ, რაც ნიშნავს თარგმანებით ჩვენთან არის ღმერთი. და აი ეს სიტყვები ყველაზე შინაარსობრივად დღეს განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთითა პირითა და ერთითა გულითა აღვიარებთ განკაცებული მაცხოვრის ქვეყნიერებაზე მობრძანებას. ის იყო ჩასაფრებული ნებისმიერ ქალწულთან და ეგონა რომ რომელიმე ქალწული
შობდა მესიას. და ამიტომაც არის მარიამი დაწინდული იოსებზე, რომ ეშმაკისგან ყოფილიყო დაცული. მეორე, პირსისხლიანი ჰეროდე დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ, მოგვებს ეკითხება, რომ სად უნდა იშვასო მეუფე ჰურიათა მივიდე და თაყვანი ვიცეო. რა თაყვანის შემაც უნდა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჰეროდეზე ამბობდნენ, რომ ჯობია ჰეროდეს ძაღლი და ღორი იყო, ვიდრე შვილიო, იმიტომ რომ საკუთარი ცოლი მოკლა, საკუთარი შვილები თავისი ხელით დაახრჩო, იმდენად ეჭვიანი კაცი იყო და იმდენად უნდოდა რომ ყოფილიყო იუდეველთა მეფე. და ამიტომაც დაემალა ჰეროდეს მაცხოვრის შობა და ის 2 წლამდე ასაკის ჩვილებს მოგეხსენება 14,000 ყრმას მოწყვეტავს. და მესამე, ჯვარცმა იესო ქრისტეს. ეშმაკმა არ იცის, რომ ჯვარცმით ის დაემხობა და პირიქით ხალხს აღიზიანებს, ეუბნება, რომ როცა პილატე ეკითხება, რომ რა უყოთ იესო ქრისტეს, ხო ჯვარსაცი ჯვარსაცი ეგე ყვირიან. და იქიდან კიდევ უნდა რომ ქრისტე ჩამოვიდეს ჯვრიდან და ეუბნება გარკვეული რეგვენი ადამიანების ბაგეებით, რომ თუ შენ ძეხვთის ახარ ჩამოდიო მაგ ჯვრიდან. აი ეს სამი რამე არ იცის ეშმაკმა. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი. ეხლა ბევრი რომ არ გადაგღალოთ, მინდა დღეს პატარა გაკვეთილი ჩავწეროთ თქვენი გულის ფიცარზე და შეგახსენოთ არა მოციქულების სიტყვები, არამედ თავად განკაცებული ღმერთის სიტყვები. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა. ესე იგი თუ შენ გინდა რომ შენს გულში იესო ქრისტე იშვას და შენ გეწოდოს ქრისტიანი, მშვიდი უნდა იყო და დაბალი გულით, ანუ თავდაბალი თუ ხარ, იქნები მშვიდი. ეხლა ხვდებით ხო, რატომ არის გაღიზიანებულები რო ვართ ხშირად, რატომ ყვირი ვართ მაღალ ხმაზე ჩემი თამადობით და რატომ პატარა რამეზე, რატომ გვეგლიჯება ნერვები, რატომ ვართ დეპრესიაში და რატომ ვართ დანერვოზებულები, იმიტომ რომ თავდაბლები არა ვართ. თავდაბალი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი მის გარშემო ოჯახის წევრი იქნება თუ თანამშრომელი, ყველა არის მასზე უკეთესი. ყველა მასზე უკეთესია. თავდაბალმა არ იცის, რომ თავდაბალია. მას გონია, რომ ის ყველაზე ცუდი ადამიანია ცუდ ადამიანებს შორის. და ამიტომ არავიზი არ აბრაზდება, იმიტომ რომ როცა მას შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან დაუყვირებენ, ან შენიშვნას მისცემენ, ის ფიქრობს, რომ დიახ, მეკუთვნის უფრო მეტის ღირსი ვარ და იმიტომ მეჩხუბებიან და არ ყვირის და არ ჩხუბობს არასოდეს. როდესაც ადამიანი არის თავდაბალი, იმაში სიმშვიდე ისადგურებს და ის არის ზეცის ანარეკლი დედამიწაზე. აი ამიტომ არის ჩემო ძვირფასებო, რომ მაცხოვარი რო იშვა ქვეყნიერებაზე, პირველი რაც ანგელოზების ქორომ უქადაგა ცოდვილ ქვეყანას, ეს არის შემდეგი სიტყვები: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ესე იგი, დიდება, პატივი ეკუთვნის ღმერთს. დაიმახსოვრეთ კარგად, თუ ვინმე გაქებთ და გადიდებთ, ესე იგი თქვენი ძირის გამოთხრა უნდა. ვისაც აქებენ და ადიდებენ, ეს ქვეყანა შეიძლება იყოს და პიროვნება, ის ქვეყანები ოხრდება და ის პიროვნებები ემხობიან, ვისაც ქება დიდებას უძღვნიან. იმიტომ რომ მხოლოდ მას შვენის პატივი და დიდება, რამე თუ ის არ არის შექმნილი და ის არის სიკეთის და სიყვარულის და იმედის წყარო. აი ამიტომ პირველი რაც დღევანდელ დღეს უნდა ვისწავლოთ, ეს არის რომ დიდება მიეცი ღმერთს. ნუ აქებთ ერთმანეთს, ნუ აქებთ თქვენს მოძღვრებს, ნუ აქებთ ხელისუფლებას, ნუ აქებთ ოპოზიციას, ნუ რავის ნუ აქებთ. ეს არის ყველაზე დიდი ფეხის დადება, თუ გინდა რომ ადამიანი დაღუპო, უნდა აქო ადიდო და დაღუპულია ის. არ შეიძლება ჩემო კარგებო. და თუ შენ ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი იქნები, ქვეყანასა ზედა მშვიდობა დაისადგურებს და კაცთა შორის სათნოება დამყარდება. ანუ ჯვარი გამოისახება ზევიდან ქვევით და მარჯვნიდან მარცხნივ. ესე იგი, სიმპტომები პირველი, თუ ჩვენ გულში გვინდა რომ იშვას, ან უკვე იშვა ქრისტე, უნდა ვიგრძნოთ სიმშვიდე და უნდა ვიგრძნოთ სიმდაბლე. ძალიან შორს არის ეს ყველაფერი ჩვენთან, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდე მოვიპოვოთ
ჩვენ შეგვიძლია სიმდაბლე მოვიპოვოთ, როგორ სახარების კითხვით. სახარებას რო წაიკითხავ, მიხვდები რომ ის შენთვის არის დაწერილი, მაგრამ შენ იქ არ ახარ. შენ ძალიან შორს ახარ იქ დასახელებული პერსონაჟებისგან და ერთი სული გაგიჩნდება, რომ მიემსგავსო უძღებ შვილს, მიხვიდე მამასთან და მამამ ჩაგიხუტოს გულში და მოგცეს წმინდა ზიარება. ხელზე გაგიკეთოს ბეჭედი, ფეხზე ჩაგაცვას ხამლი და მონა აღარ იყო და იყო აზნაური, იყო თავისუფალი ადამიანი. ეს შედარებით გავიგებთ. ეხლა მესამე მომენტი, რომელიც აი თუ თქვენ როდისმე დასწრებული ხართ წმინდა ნიკოლოზის ან რომელიმე მღვდელმთავრის პარაკლისს, იქ არის სახარება ძალიან საინტერესო. ვიტყვი თანამედროვე ქართულად, რომ უფრო გასაგები იყოს. აი ჯერ ძველ ქართულად, რომ ესრედ ბრწყინავდის ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. არცა აღანთიან სანთელი და დადგვიან ქვეშე ხვიმარსა, არამედ სასანთლესა ზედა. სანთელს რო ანთებენო, ხვიმარში კი არ ანთებენო, ხვიმარი არის წისქვილში ხის ყუთი, სადაც დასაფქვავი მარცვლეული იყრება. ეს ხორბალი იქნება თუ სიმინდი. წარმოვიდგინეთ, რომ დაფარულია, იქ რომ სანთელი ჩადგა, რა აზრი აქვს, ხო? ვერავის ვერ გაუნათებს. არამედო სასანთლეზე დადგით სანთელი, რომ ყველას გაუნათოსო და ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ თქვენ კი არა, მამასა თქვენსა ზესათას. ანუ თქვენი კეთილი საქმეებით იდიდოსო ღმერთი. აი მაშინ მიხვდებით, რომ ჩვენ გულში არის დაბადებული იესო ქრისტე. როცა შენ კი არ გინდა, რომ ეხლა მაგალითად მე რო დამთავრდება წირვა და ველოდები, რომ ხალხი მოვა და მამა გიორგი რა მაგარი ქადაგება იყო. აუ მაგარი წირვა იყო, რა მაგრად გალოდნე ბიჭები, რა კარგი სტიქაროსნები ყავდა და უკვე საპნის ბუშტი გაიბერა და მალევე გასკდება. არ ელოდოთ შემოკარგებო ასეთ რამეს. ჩვენი ქადაგებით, ჩვენი გალობით, ჩვენი წირვით, ჩვენი ახსარებით და ჩვენი ზიარებით უნდა იდიდოს განკაცებული ღმერთი. უნდა იდიდოს ერთარსება სამპიროვანი ღმერთი. და თუ რამე სიკეთეს გავაკეთებთ, ყველა სიკეთე მას უნდა მივაწეროთ, იმიტომ რომ ჩვენ სიკეთის კეთების უნარი დავკარგეთ, რომ დავეცით სამოთხეში და მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით აღდგება ჩვენში სიკეთის უნარი. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არაფერი ამ ქვეყანაზე არ მოგვიტანია და არც არაფერს არ წავიღებთ გარდა სიკეთისა. როგორ წერია იაკობის ეპისტოლეში სიკეთეზე, რომ წყალობა აღმატებულია სასამართლოზე, უწყალო სასამართლო წყალობის არ ამქნელს. ანუ თუ მოწყალე იქნები და კეთილი იქნები, სასამართლო, ანუ სამსჯავრო შემსუბუქდება შენთვის, მაგრამ თუ უწყალო იქნები, არავინ არ შეგიწყალებს და დადგები მარცხენით იესო ქრისტესი და მოისმენ სიტყვებს წარვე ჩემგან საუკუნო სატან ჯველში. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს შემოკარგებო, რომ მოსიყვარულე ღმერთისგან ეს სიტყვები ვინმე მოვისმინოთ. როგორ შეიძლება რომ თელი ცხოვრება ისე იცხოვ, ერთი პური მაინც არ გაუტეხო ადამიანს და სამი პიჯაკი რო გაგა და ხუთი კაბა რო გაქვს, ერთი მაინც სხვას რო არ მისცე. გაჭირებულ წყალი რომ არ დაალევინო. როგორ შეიძლება აბა რა ადამიანი ხარ, ისთვის ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, თუ კარგად არ მოიხედე და ვერ დაინახე, რომ ქრისტე ვერ დაინახე იმ გაჭირებულ ადამიანში, რომელიც მოვიდა და გთხოვს. დოლარებს კი არა გთხოვს და ოქროებს. ერთი ხურდა მომეციო გეუბნება და შენ იმის მიცემაც არ გინდა. და მეოთხე, ყველაზე მთავარი. ძალიან ხშირად ამომიკითხავს, ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, მოაზროვნე ადამიანები, როგორ აღწერენ სიყვარულს. ძალიან ბევრგან გსმენია და თქვენც ეთანხმებით, რომ სიყვარული გამოიხატება პატივისცემაში და ზრუნვაში. მარტო ეს არის სიყვარული? შეიძლება ადამიანზე ზრუნავდე, პატივისცემდე, მაგრამ არ გიყვარდეს. მოვალეობას იხდიდე. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამ მდგომარეობიდან. სიყვარული არ არის მარტო ზრუნვა, სიყვარული არ არის მარტო პატივისცემა. ერთადერთი საზომი, რითაც სიყვარული იზომება, ეს არის მსხვერპლი, გაღებული, გარკვეული ადამიანისთვის ან ღმერთისთვის. რა თქვა ქრისტემ? იმაზე დიდი სიყვარული არ გააჩნია არავის,
ვინც თავის სულს დადებს მეგობრების გულისთვის და თქვენ ჩემი მეგობრები ხართო ბრძანა და რა გააკეთა ჯვარზე გაიკრა სიყვარული იზომება მსხვერპლით ჯვარცმით თუ რამდენად შეგიძლია შენი მეუღლისთვის შენი ქვეყნისთვის ნებისმიერი ადამიანისთვის გაწირო თავი და არ შეგეშინდეს და არა თქვა რომ მე ახლა რა დამემართება და როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა აქამდე ამიტომ მოვიდა რომ ყველა მეორე ქართველი იყო თავდაბალი იყო მშვიდი იყო მკეთილი და იყო მოსიყვარულე ნებისმიერ დროს ქართველი კაცი რო წამოგეგდო ლოგინიდან არ იყო ნასვამი არ იყო ბოლომდე დაღლილი გვერდზე დო ხმალი და მიდიოდა საომრად ეხლა რომ მიხვიდე და კაცი გააღვიძო შეიძლება გონში ვერ ჩააგდო ისეთი თვალი იყოს შობა ღამეს კი ძალიან ბევრი დათვრება და გონს დაკარგავს აი ამიტომ თუ გვინდათ შემოკარგებო რომ ახლა ჩობილი მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არ განიდევნოს ჩვენი გულიდან მე ვფიქრობ ეს უკვე ჩემი აზრია და შეიძლება ვიღაცა შემეკამათოს მაგრამ თქვენ იცით რომ ყველა ადამიანი დავიბადეთ ტირილით და შეკრული მუშტებით ყველა ადამიანი იბადება ტირილით და მე ვფიქრობ რომ მაცხოვარი ღიმილით დაიბადა მე ვფიქრობ ასეთ ამოკითხული არ მაქვს მაგრამ ეხლა გამიჩნდა ეს აზრი რომ ერთადერთი ვინც ცოდვის გარეშე და ქალწულისაგან დაიბადა არ შეიძლებოდა რომ ტირილით დაბადებულიყო არ შეიძლებოდა მაგრამ ის ღიმილი მალევე შეიყინა სახეზე იმიტომ რომ დაუწყეს ძებნა და მისი მოკლა უნდოდათ ასე არის ჩვენი ცხოვრებაც რომ აი ეს ლამაზი ღამე ეს დიდი მარხვა 40 დღიანი მარხვა დიდია მალე შეიძლება დასრულდეს ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში იმიტომ რომ მიხურავს ტაძრის კარებს აღარ გადაშლის ლოცვას აღარ წაიკითხავს საღარებას აღარ ილოცებს და აპატიეთ ღორი თავის ნარწყევს დაუბრუნდება და ზაღლი პირიქით ეს ჩემი სიტყვები არ არის და ეხლა უნდა ვთქვა ზუსტად იმიტომ რომ ძალიან მკვახეთ უნდა ვთქვა და პეტრეს სიტყვებია რომ ღორი ტალახია გობეს უბრუნდება ზაღლი თავის ნარწყევს და მჯერა რომ ჩვენ არც ერთი არა ვართ მსგავსი პირუტყვი და აქავე დავძენ რომ 4 რამ რითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან 4 რამ თუმცა უამრავი რამ მაგრამ ადამიანსაც გააჩნია იმიტომ რომ თუ ადამიანი მართლა ქრისტიანია 4 კი არა ბევრი რამე არის განმასხვავებელი ადამიანისა ცხოველთან მაგრამ თუ ადამიანი მშვინვიერია ხორციელია არ მარხულობს არ ლოცულობს არ ეზიარება გონიერი პირუტყვია მასში და ცხოველში დიდი განსხვავება უკვე აღარ არის პირველი ჩემოკარგებო რითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან ეს არის აზროვნებითობა გონებითობა ახლა კი მინახავს ძალიან გონიერი ძაღლი ძალიან გონიერი კატა აი დელფინი მაგალითად ძალიან გონიერები არიან მაგრამ ისინი არ იცნობენ იესო ქრისტეს ისინი ლექს ვერ დაწერენ ვერ წაიკითხავენ საკუთარ თავს ვერ ცნობენ ვერ შეიმეცნებენ ისინი მშვინვიერი ხორციელი არსებები არიან მათ არ იციან შობა აღდგომა არ ჭირდებათ ეკლესია ეს ხოდანხოდ ადამიანს ჭირდება მეორე ეს გახლავთ რელიგიურობა ცხოველი არანაირად რელიგიური არ შეიძლება რომ იყოს ერთადერთი ქმნილებათა შორის არის ადამიანი რელიგიური ანუ ადამიანს ჭირდება ღმერთი ადამიანს ჭირდება განახლებული რელიგარე უფალთან და მან არ უნდა თქვას ვერ ვიმარხულებ არ მინდა ლოცვა რა სიყვარული არ შემიძლია რომ არ შევიგინო არ შემიძლია რომ არ ვიჩხუბო არ შემიძლია რომ არ უღალატო და ასე შემდეგ ასეთი რამე ადამიანმა არ უნდა თქვას ადამიანი იყო არის და იქნება ჰომო რელიგიუსი მესამე ქმნილებათა შორის უხილავი ქმნილება არის მეტყველი ანგელოზი როგორც პავლე ამბობს რომ ანგელოზების ენითაც რო გელეპარაკოთო თუ სიყვარული არ მექნება ჟღარულარ გვალი ვარ ან წანწკარა წინწილა და ქმნილებათა შორის ადამიანი არის მეტყველი არსება ქართულში როგორ არის პირუტყვზე პირ უტყვი ცხოველები არ ლაპარაკობენ და ეკლესია მრევლს უწოდებს პირ მეტყველ ცხვრებს და კარგი სიტყვა რა პირ მეტყველი და ამიტომაც დღეიდან დააკვირდით ყველა თქვენ სიტყვას
ყველა თქვენ გამონათქვამს ეს ყველაფერი იწერება და ყველა ჩვენი სიტყვის გამო ვიქნებით გამართლებული და ყველა ჩვენი სიტყვის გამო ვიქნებით დაჟილები უფლის წინაშე ეს დაიმახსოვრეთ კარგად და არ თქვათ მე რომ არ შემეძლო რომ არ შემეგინა არ შემეძლო რომ არ დამეწყევლა არ შემეძლო რომ არ მეყვირა და ასე შემდეგ და ბოლოს ქორწინება ცხოველებს ქორწინება არ ჭირდებათ ქორწინება ჭირდება ადამიანს და ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ამბობს რაში მჭირდება ქორწინება დასაჭიროა ქორწინება ესე იგი რა გამოდის ვინ ახარ შენ რომ არ ჭირდება ქორწინება პირველი სასაული გალილეის კანაში აღასრულა ქრისტემ წყალი გადააქცია ღვინოდ რატო არა პირიქით უკვე ქორწილი მთავრდება ხალხი შეზარხოშებულია და ამ დროს უნდა ეთქვა ქრისტეს დაიშალეთ წადით სახლში ხო რატო არ გააკეთა ეს პირიქით წყალი გადააქცია ღვინოდ სორქმრული ურთიერთობა როგორიც გინდა ლამაზი წყვილი იყოს ძალიან მოყირჭებადია და მთავრდება თუ წყალი არ გადაიქცა ღვინოდ თუ სულიწმიდის მადლი არ გაამხნევებს წყვილებს ისინი ხვალე შეწყვეტენ ურთიერთობას და იტყვის რომ დავიღალე მე შენით მომწყინდი აღარ მინდა შენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა წყვილი ვიცი ვეკითხები შვილო რატო აღარ მინდა მომბეზრდა ცოტა ხანი ცალ-ცალკე ვიყოთ რატო იცით რომ ჩვენ მას ჯვარი არ დავწერეთ არ ვესაუბრეთ ჯვრისწერის საიდუმლოებაზე მოდაში აღარ არის და იმიტომ და ბავშვები მე რატო ინგრევა ამდენი ოჯახი ჩემო ძვირფასებო არიციან უღელი არიციან მეუღლეობა არიციან თანამეცხედრეობა აპატიეთ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა იმიტომ რომ ისეთი ღამეა რომ მინდა რომ მთელი წელი დაგამახსოვრდეთ ეს ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვები და ერთხელ და სამუდამოდ ჩემო კარგებო დაიმახსოვრეთ რომ ჩვენი ხსნა ჩვენშია ჩვენს რელიგიაშია ჩვენს ამხსარებლობაშია ჩვენს გულშია ჩვენს ცხოვრებაშია ნუ იყურებით ნუც დასავლეთით ნუც დილოეთით ნუც ამერიკისკენ და ნურსად ნუ იყურებით იყურეთ თქვენს გულებში და მოდი დღეს ყველამ ერთად არა გუნდრუკი არა ოქრო და არა ნახშირი საკმეველი არამედ ჩვენი გულები მივართვათ იესო ქრისტეს და უთხრათ რომ უფალო ჩვენი გული ძალიან ბინძურია ძალიან ჭუჭყიანია ცივა ჩვენ გულში ძალიან ცივა რატო არის ადამიანი მარტო რო გზნობს თავს მარტოობა არის სასჯელი უსიყვარულობის გამო როგორ შეიძლება რომ მარტო იყო რატო უნდა იყო მარტო ამდენ ადამიანებში მარტო როგორ უნდა იყო და თუ ადამიანები არ გიყვარს ღმერთი არ უნდა გიყვარდეს და თუ ღმერთი გიყვარს მარტო როგორ ახარ მაგრამ მარტო ხარ იმიტომ რომ შენი გული არის მღვიმე სადაც მარტო ვირი და ხარი ცხოვრობს და იქ ქრისტე არ დაბადებულა ჯერ აი ამიტომ ჩემო კარგებო დღეს გთხოვთ რომ თქვენი გულები გადაუხსენით ქრისტეს და უთხარით რომ არა ვარ ღირსი მაგრამ როგორც იმ ბეთლემში ჰურიასტანის ბეთლემში იკადრე მობრძანება იკადრე და შემოდი ჩემს გულში როგორც ჩვენმა პატრიარქმა გვასწავლა რომ ვინც ვერ წახვალთო წირვაზე თქვენი სახლის ფანჯრებში სანთელი აანთეთო რომ მოუხმეთო მაცხოვარს ჩვენი სახლი ჩვენი გულია და ჩვენი სხეულია და ღმერთმა ინებოს რომ ჩვენს გულებში შემოვიდეს განკაცებული ღმერთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ მრავალ შობას მრავალ კალენდარულ ახალ წელს დაესწარეთ გახარებულები ბედნიერები და ჯანმრთელები